საინფორმაციო გამოშვება დღის 2-ის ნახევარზე გამარჯობა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის განცხადებასთან დაკავშირებით პატრიოტთა ალიანსის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პროკურატურას მიმართავს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, კირკიტაძემ სატელევიზიო ეთერში ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი გუბერნატორობის პერიოდში პროკურორისა და საფინანსო პოლიციის მიერ მოქალაქეების უკანონო დაკავება და ქონების ჩამორთმევა განსაკუთრებულად მძიმე ფორმებით ხდებოდა. პაატა ჯიბლაძე კირკიტაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყებას თხოვს. გუშინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და სახემ, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა თავის დროზე საბჭოთა უშიშროების ეფრეიტორ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯარისკაცის ცემის გამო გმირად შერაცხოლმა დავით კირკიტაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მისი გუბერნატორობის პერიოდში ქონების ჩამორთმევა და მოქალაქეების უკანონო დაკავება განსაკუთრებულად მძიმე ფორმებში ხდებოდა. დავით კირკიტაძემ ყოფილი ხელისუფლების ამ დანაშაულს მხოლოდ შეცდომა უწოდა და თავი გაიმართლა იმით, რომ ეს ადამიანები დღეს წარმოადგენენ ხელისუფლებას. კერძოდ, ერთი არის ქვემო ქართლის გუბერნატორი, ხოლო მეორე ქართული ოცნების სიის 55 ნომერი და რუსთავ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი. მინდა მივმართო პროკურატურას. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ზემოთ აღნიშნული განცხადების გადამოწმების მიზნით როგორც კირკიტაძის, ასევე უშუალო შემსრულებლების პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით. ხოლო ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვთხოვთ, გააკეთონ განმარტება, თუ რა არის მიზეზი ასეთი ადამიანების ხელისუფლების სათავეებთან ყოფნისა. მე იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არ დარჩება იმ სხვა განცხადებათან მსგავსად, რომელსაც მთელი ამ 8 წლის განმავლობაში აკეთებენ ჩვენი მოქალაქეები იმ უკანონო დაპატიმრებებისა და ქონებების ჩამორთმევის შესახებ, რომლებსაც არასრულებს დღევანდელი და არაასრულა დღევანდელი ქართული ოცნების ხელმძღვანელობა მთელი ამ 8 წლის განმავლობაში. 8 წელი არის, რაც ვითხოვთ, რომ დაიწყოს ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობის აღდგენა იმ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ ვიყავით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დაკავებული. გუშინ მოვისმინეთ ყოფილი გუბერნატორის ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ყოფილი გუბერნატორის და დღეს მაჟორიტარობის კანდიდატისგან მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება, თუ უშუალოდ მიიღებულობდა მონაწილეობას ჩემს უსამართლო დაკავებაში, რომელიც საკმაოდ მძიმედ და წამების ფორმებში იყო ციხეზე ჩვენი ყოფნის პერიოდში. მივმართავ აგრეთვე პროკურატურას ჩვენს, რომ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. თაროზე არის ეს არაერთხელ გვაქვს შეტანილი განცხადება, რომ ეს საქმეები ხელთავიდან იყოს დაწყილი და ძიებაში იყოს მიცემული. ჩამოიღონ თაროდან ეს საქმეები და არის უკვე საფუძველი მისი, რომ დაიწყოს გამოძიება ამ საქმეებთან დაკავშირებით და დაკავებული იყოს ის ადამიანები, ვინც უკანონოდ გვაპატიმრებდნენ და ვინც უკანონოდ გვიზღუდავდნენ თავისუფლებას ნაციონალური მოძრაობის პერიოდში. პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას